მოგესალმებით ყველას. ამჯერად უკვე საპატრიარქოს ტბიდან. ისევ ფეივორიტის Lex One-ით წამოვედი. ნანოთი ისევ. ამ ნანომ ძალიან გამიტაცა. ამ ბოლო თევზაობებზე. ძალიან მაგარი სიამოვნება ამით თევზის დაჭერა და ვერ-ვერლევი. ვერც ამ ჯოხს და ვერც ამ ზამთრის გაიამინდებს. ნახოთ აბა დღეს რა გამომივა. აქ ქარიყლაბიებიც ბუდობენ და იმედია გადაურჩები გადაკვნეტებს. Opa. პირველი ქორჭილა? კი, ქორჭილა. პირველი ქორჭილა თან რა მაგარი ზომის ქორჭილა. აუ. მაგარი кайფია. ამ ჯოხით დაჭერას რო იცოდეთ. და მით უმეტეს თუ ესეთი დიდი თევზი დაჭდა. მოდი აბა ქორჭილა. აუ რა კაი ქორჭილა. აი ქორჭილა. ნანო ქორჭილას იმას. რა პერიოდ ხობა. მაგარი ქორჭილა არის ძალიან. 0.5 გრამი მიყენია. სიმძიმე და კოღოსმატლი. და თვითონ ჯოხი 0.1 გრამიდან 2 გრამამდეა. მაგარი кайფია რა ამ ჯოხით ჭერას და თუ ცოტა ესეთი თევზი დაჭდა მით უმეტეს ძალიან მაგარია. ესეთი ქორჭილა. ერთი ორი ფოტოზღისთვის მოგონი არის ეს ქორჭილა. მოგიწოდით. გაუშვათ. ქორჭილა. დავის ბუდეში. შვენივრად დავიწყე. მეორე გადაგდებაზევე დავიჭირე. ნახოთ აბა. კიდევ რა საინტერესო რაღაცებს გვიმზადებს. ჩვენი ტბა. და დიდი კარასები აქვს. არ არია. რაღაცა დავცვით. ალბათ ისე ქორჭილა. ქორჭილა კი არა გაუხმეს მაგას პირი. შანდაბა მაგას. რა ადამიკუნიდა. ჩათლახი ქარიყლაბი.
რა თევზია? რაღაცა მძიმეა. რა უცნაურად იგზვის? ძალიან ნელა და მძიმედ დადის. რა ხდება? მე მგონი შარში ვარ, ბიჭებო. ვაიმე. რაღაცა მძიმეა. ჯოხი რა დღეშია. რა ჯანდაბა. ნეტა დავინახო მაინც. აუ. რაღაცა არა ნანო თევზი. აუ, რა ჯანდაბა ხარ? რა? არ არსებობს. ვაიმე. რაღაცა ძალიან დიდი ოღონდ არ ვიცი რა არის. ხედავ, მაგრამ ვერ გავარჩიე. ცოტა ღრმად არის. ხო, ჩემო. აუ რა არის? რა ჯანდაბა ხარ? გაფიცებ და მენახე. გაგარჩიო მაინც რა თევზი ხარ. რას უშვება ჯოხს? მოკეცილია ბოლომდე. ვაიმე, ჩემი კაი. თავიდან ვიფიქრე, რაღაცას ჩავები მეთქი და. ქარიყლაპია არ არის. აქამდე ვერ გავქაჩავდით. შარი. ოპა, დაიძრა. ვაიმე. გაეშვა. უბრალოდ გაეშვა. რა საშინელი გრძნობა, ვისაც გყავთ ესეთი თევზი გაქცეული. გეცოდინებათ. მე ვაპატიეთ. ვერ შევძელი ამჯერად ყოველ შემთხვევაში. ადრენალინი ისევ მაწვება. ჯანდაბა. ნეტა რა იყო. კაი რა. კაი გავაგრძელებ. იმ იმედით რომ რაღაცა კიდე იქნება საინტერესო დღეს. რაღაცა დაჯდა. ოხო. რა არის? ხაცა სერიოზული დაჯდა. ცოტა შორტს გადავაგდე და უფრო დიდი სილიკონი დავაყენე. რაღაცა რაღაცა ისევ არანანო თევზია. კეპიცებით რაღაცა სასწაული ხდება, ჯოხს უყურეთ რა ხდება. ცოტა მოუშვა ვიქციონი, არაფერი შარში. გამყვიოს ისევ. აუ რა არის? ჩემი კაი რა. რა ხდება? აუ. გამაგებინეთ რა ხდება? აუ რაღაცა ბალახი გადაეტო ახლა იქ ნანოფილს.
კატაობს ახლა. მე ვდგავარ. როცა აუ, ჩემი კაცი. სიამოვნება ასეთია. წეღანდელივით თუ არ გამექცა. აუ, ესა ტბის მეორე ბოლოშია რამე შესული. გეპიცები და ესე სადამდე შეიძლება ის არ მეყოს. ნანოფილი შეიძლება არ მეყოს. ასიმეტრიაღანია. რამოდენიმე გადაწყვეტებიც ხო არის და შეიძლება ასიმეტრიც აღარ არის ზედ. აბა თუ შევძლებთ და სასწაულს ჩავიდენთ. მეორე ჯერზე მაინც პირველზე ვერ ჩავიდინეთ. ზედა ხარ თუ? კი, კაცო. აქეთ წამოდი, ნუ გეჩინია. ბიჭო. გაჩერდა. თავიდან არ მეგონა თუ ესეთი ზომა იყო რაღაცა. ეთყობა თვითონ თევზიც ვერ მიხვდა რომ რაღაც შარში გაეხვა და თითქოს ცოტა აქეთ აქნა თავი, მეთქი ცოტა დიდი ქორჭილა დავსვი. თურმე სადა ბანაობ. თენგის. აუ, ჩემი რაღაცა, ნამატანი მარჯვნივ წავიდა. იქ თუ შევიდა, უშანსოდ ვიქნები. ნაპირები აქ ცუდი ამტოს, აი ზუსტად აქ თუ არ მოიყვანე და სადმე სხვაგან შეძვრა და შეყოთავი, მერე უშანსოდ დარჩები. ხო და როგორ გინდა თავი აქეთ აქნევინოთ ეს? ჯერ საერთოდ ნაპირამდე მოვიყვანო აბა. თავისთვის კატაობს აი სადღაც შუა ტბაში. ცოტა ჩვენსკენ წამოვიდა, მაგრამ ჯერ ძალიან შორსა ვარ. საინტერესოა. ეს ტბები რამდენ ხანს დარჩება აქ, კაცმა არ იცის. რა კაი გასართობი იყო. თუ გინდა სასეირნოდ, თუ გინდა სათევზაოდ. ეს ბალახის ფუჩეჩები, არ ვიცი ახლა კადრში ჩანს თუ არა, ამ წვრილი ნანოფილზეა გადადებული. ეგენიღა მაკლია. ჩემი გაჭირვება მეყოფა რაღაცა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაც ბებერი საზანი თუ დავსვი. წეღან სხვა რაღაცა იყო აშკარად. ეხლა ცოტა კუცაც მოვკარი თვალი იქ რაღაც მოყვითალობ და წეღან არ ვიცი რა თევზი იყო მოკლედ. უფრო რაღაცა ნაცრისფერი იყო წეღან. შეიძლება არ ვიცი ქარიკლაპია იყო და გარედან მოედო ტუჩზე. ალბათ რაღაცა თუ ნაპირამდე მოვიყვანე კადრების ამოჭრა მომიწიოს, იმიტომ რომ ესე ალბათ ძალიან დიდხანს იკატავებს. თუ საერთოდ მოვიყვანე. რამდენი პროცენტი მაქვს შანსი ამ თევზის ამოყვანის? დადგა ეხლა და მე ვერაფერს ვერ შვები.
ვერც ამჯერად. ამჯერად გაწყდა. გამიწვიტა. აი ესე. გავაგრძელო რა გაეწყობა. ორი რაღაცა მონსტრი გავუშვი ხელიდან. მონსტრების კორპორაცია. ერთო ჩემო რა ხდება? რამე დავაშავე დღეს? ჰა? რა პირველივე ამორტყმაზე როგორი სტარტი მისცა? აი ნახე. ჯოხ. და მძიმედ ახლა აწევა. ჯერ მგონი გაეშვა ისე. რა ჯანდაბა არის? რა არის ეს? ოხ ბიჭო. Vaime. Vaime ისევ. ოპა. ისევ. ისევ და ისევ არ მეშვება. რა ხდება? რატო არ მანებებთ თავს? და მენახე მაინც ერთხელ რა ხარ? რა ჯანდაბა ხარ? ვიცი ტალღები თუ ჩანს იქ. რა ჯანდაბა ხარ? არა, უშანსოთა ვარ. ეს სხვა ტესტის ჯოხით უნდა მოხვიდე აქ კაცი. ნანოთი არა. ავიდა. რა გავაკეთო? რა იმენა არ ჩერდება. აზრი არა აქვს არაფერს. კაი გზნობა კი არის.
მენა რა უნდა რატო არ მეშვება ეს საზანი აჰა მადლობა მე რამდენად დავიჯერო ვერ დავიჯერ მოკლედ განადგურებული ასე დამგვარად უნდა დაგემშვიდობოთ აზრი არა აქვს რა ვიცი ვითომ ქორჭილისა და თუ გამიმართლებს იქნება რაღაცა მოზრდილი კარასი იყოს მეთქი აქაც და გავერთობი მეთქი და რა ვიცი ხან ქარიკლაპიამ და ხან საზნებმა არ დამაცადეს არაფერი ამიტომ ესეთ ნოტაზე უნდა დაგემშვიდობოთ ესეთ თევზაობას ადმე თუ გინახავთ არ ვიცი ერთი თევზის თევზაობა გამოვიდა მეორე ჩაგდებაზევე კაი ქორჭილა დავიჭირე ხო და ვიფიქრე აჰა კარგად გავერთოვე მეთქი და იმის მერე რავი თავბედი მაწყევლინეს მე რამდენად გამიწყვიტა ესე იგი ორმა გამიწყვიტა ერთი გაეშვა უბრალოდ არა ორი გაეშვა ორმა გამიწყვიტა და ქარიკლაპიამაც გადამიგვნიდა ბედნიერი დასასრული მე დავბრუნდები სხვა ტესტის ჯოხით. მე ვნახოთ ვინ როგორი მაგარი ბიჭია. ნახოთ.